სანახაობებით დღეს ჩვენი პარტიისა და კოალიციის ლიდერს ნიკა მელიას ახალი ბრალი წარუდგინეს. ციხეში მყოფ ნიკა მელიას წარუდგინეს ახალი ბრალი. მას ედავებიან მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ზონდერისთვის წყლის შესხმა სასამართლო დარბაზში. ბევრი საათის განმავლობაში ნიკა მელია ამ ადამიანს უხსნიდა მისი კრიმინალური გატაცების დეტალებს და რა ვიცი, რბილად რო ვთქვათ, ზონდერ შვანგირაძეს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა და ამიტომაც ბუნებრივია იყო ის რეაქცია, რაც ჰქონდა ნიკა მელიას. მინდა ყველა შევახსენო, რომ ამ დრომდე არც ნიკა მელიას, არც მის უფლებადამცველებს ამ კრიმინალური გატაცების შესახებ ფორმალური დოკუმენტაციაც კი არ ჩაბარებიათ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ დროს ციხეში მყოფს მას მეორედ წარუდგინეს ბრალი. არ ვიცი ამით რა საკეთებს ივანიშვილი ან რა გათვლებიათ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვიძლიერებს რწმენას იმის შესახებ, რომ გავართ სწორ გზაზე. და უნდა ესმოდეს ყველას, მათ შორის განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ძალიან ახლოა ის დრო, როცა ივანიშვილის რეჟიმი ყველა ამ უკანონობაზე აუცილებლად აგებს პასუხს. მეც დავამატებ, ბუნებრივია რეპრესიების მსხვერპლია მორიგჯერზე პოლიტიკური რეპრესიის ნიკა მელია, რომელიც განსაკუთრებული კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება. ამასთანავე რეპრესიებს აქვს აზრი, როდესაც შენ შეგიძლია ადამიანი გატეხო. როდესაც შენ შეგიძლია ადამიანი შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში. ამიტომ სისტემას არაფერი არ გამოუვა, არც მისი დაშინება, არც მისი პოლიტიკური პოზიციის და ბრძოლის ცვლილება. ამასთანავე მინდა უთხრა საზოგადოებას და ასევე ჩვენ ბიჭებს, რომლებიც ციხეში იმედია გვისმენენ, რომ 23-ის კვირაში პასეში ჩანიშნული არის დებატები, რომელზეც ცალკე ნიკას და ზურას საკითხი იქნება განხილული. ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს, ჩვენი დელეგაცია იქნება და მის საკითხს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ხმამაღლა ამაზე ვისაუბრეთ. თენგო. მინდა ასევე ყურადღება გავამახვილო სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ვერც სამოქალაქო აქტივისტების, ვერც პოლიტიკური ლიდერების დაკავება ვერ გატეხს უწყვეტ პროტესტს და ვერ დაგვაბრუნებს კრიმინალურ რეჟიმთან თანამშრომლობაში. ჩვენ ვეუბნებით, რომ ქართულ ოცნებას შესაძლებელი აქვს ორი პირობა და ანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი საარჩევნო პირობებით და გამოუშვას ყველა პოლიტპატიმარი. არ თანამშრომლობა რეჟიმთან, კრიმინალურ არჩევნებში არ მონაწილეობა და სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება არის ის, რაც შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ნაბიჯად. სოლიდარობა ნინო დათაშვილს და ყველა პოლიტპატიმარს, ვინც ახლა უკანონოდ იმყოფება ციხეში ან პატიმრობაში სხვადასხვა საჯელასრულების დაწესებულებაში.